გუდაურში სნოუბორდ კროსის დისციპლინაში ფინალური ეტაპი გრძელდება. მსოფლიო თასში 21 ქვეყნის 88 სპორტსმენი ასპარეზობს. ამ საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებას 2024-25 წლის ზამთრის სეზონზე ჩვენი ქვეყანა უკვე მე-13 მასპინძლობს. გუდაურმა და ბაკურიანმა ჯამში 300-მდე სპორტსმენი მიიღო. ღონისძიება მთის ტრასების სააგენტოსა და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით ტარდება. შალვა სუმბაძე მუშაობს გუდაურში და პირდაპირ ეთერში ახლა ჩემი კოლეგა განაგრძობს საუბარს. შალვა, გისმენთ. დილიდან ძალიან საინტერესო სანახაობაა გუდაურში, იქიდან გამომდინარე, რომ სნოუბორდ კროსის დისციპლინაში მსოფლიო თასის ეტაპის კიდევ ერთი ფინალური ნაწილი იმართება. გუდაურში სპორტსმენები ეჯიბრებიან საკვალიფიკაციო ქულების მოპოვებაში ერთმანეთს იმისათვის, რომ საბოლოოდ მსოფლიო ჩემპიონატზე მოახერხონ საუკეთესო 50 ათეული დასახელება, რომლებიც შეეჯიბრებიან უკვე დეკემბერში ერთმანეთს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად. როგორც წესი, გუდაურში და ზოგადად ყველა ქალაქში იმართება ხოლმე ფინალური ეტაპის მხოლოდ ერთი ნაწილი, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ფინეთში ვერ მოხერხდა ფინალური ეტაპის ჩატარება, გუდაური მასპინძლობს მეორე ფინალურ ეტაპსაც. ერთი ფინალური ეტაპი გუშინ გაიმართა, დღეს კი უკვე იმართება მეორე ფინალური ეტაპი. ეს ყველაფერი იქიდან გამომდინარე, რომ გუდაურში ტარდება მსოფლიო თასის ეტაპის ბოლო ნაწილი, სადაც შეუძლიათ მოიპოვონ სპორტსმენებს საკვალიფიკაციო ქულები და ფინეთის გადადებული ფინალური ნაწილით სწორედ გუდაურში იმართება. აღსანიშნავია, რომ ძალიან კარგი სანახაობაა დღეს დილიდან გუდაურში, იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ დაძაბულია შეჯიბრება, რიგ შემთხვევებში საჭიროა ფოტოფინიშის გამოყენებაც კი და გამარჯვებულებს წყვეტს სულ რამდენიმე მილიმეტრი იმისათვის, რომ პირველ ადგილოსანი გაირკვეს. ახლა ქალების ნაწილში გადასულები არიან სპორტსმენები უკვე ნახევარფინალების ეტაპზე და ეჯიბრებიან ფინალის საგზურის მოსაპოვებლად, რაც შეეხება მამაკაცთა კატეგორიას. ამ შემთხვევაში შეჯიბრება მიმდინარეობს მეოთხედფინალებში და სპორტსმენები ეჯიბრებიან ნახევარფინალის საგზურის მოსაპოვებლად. ჯამში 21 ქვეყნის 88 სპორტსმენი იმყოფება ჩვენს ქვეყანაში და აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ გუშინ დასრულებული შეჯიბრების შემდეგ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველო არის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი, რომელიც მასპინძლობს მსოფლიო თასის ეტაპებს. მან კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა მთის ტრასების სააგენტოს, რომელიც არის ორგანიზატორი ამ შეჯიბრების და აღნიშნა, რომ ყველაფერი გაკეთებულია უმაღლესი სტანდარტით. შესაძლებელია, რომ ბუნებრივია დღესაც მოვისმენთ შეფასებებს, როგორ იყო ორგანიზებული დღევანდელი შეჯიბრებაც, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ წინა წლებში ჰქონდა კარგი გამოცდილება ჩვენს ქვეყანას მსგავსი მაღალი რანგის ტურნირების მასპინძლობის, როგორც გუდაური, ასევე ბაკურიანი არის მუდმივ კალენდარში. შესაბამისად, მაყურებლებს, გულშემატკივრებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ მსოფლიო თასის ეტაპები უკვე მომდევნო წელსაც იხილონ საქართველოში. გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო შეჯიბრია მსოფლიო ჩემპიონატამდე, საერთაშორისო ფედერაციის თხოვნით MTA დათანხმდა და ფედერაციას და მეორე შეჯიბრს ვატარებთ. უნდა გამოვლინდეს საუკეთესო 50 სპორტსმენი საერთო ჯამში, რომლებიც სწავლენ მსოფლიო ჩემპიონატზე და მსოფლიო ჩემპიონატზე შეზღუდულია კვოტები ქვეყნების, მაგალითად ეხლა თუ ვთქვათ 6 ავსტრიელია ჩამოსული, მსოფლიო ჩემპიონატზე 4 უნდა წავიდეს და გამომდინარე აქედან თვითონ ნაკრებები ერთმანეთს ეჯიბრებიან და ქულების მიხედვით ძალიან დიდი მნიშვნელობაა მათთვის ეს შეჯიბრი. უნდა აღინიშნოს, რომ 2024-25 წლების ზამთრის სეზონზე ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ასე ვთქვათ სპორტულ ღონისძიებებს მასპინძლობს საქართველოს ზამთრის კურორტები. მე-3 შემთხვევაა, როდესაც მსოფლიო თასის ეტაპები იმართება ჩვენს ქვეყანაში და ამ 3 შემთხვევაში ჯამში 300-ზე მეტი სპორტსმენი იმყოფებოდა ჩვენს ქვეყანაში, რომლებმაც ყველამ თითქმის უმაღლესი შეფასება მისცეს გუდაურს, აქ მოწყობილ ინფრასტრუქტურას, რაც შეეხება შეჯიბრებას. როგორც გითხარით, უკვე ფინალური ბლოკისკენ მიდის შეჯიბრება და რამდენიმე საათში, ალბათ 1 საათში უკვე გვეცოდინება დღევანდელი დღის გამარჯვებულების შესახებ ინფორმაცია. მადლობა შალვა. შალვა სუმბაძე საუბრობდა გუდაურიდან პირდაპირ ეთერში.